2009 წლიდან მსახურობ სანაპირო დაცვის დეპარტამენტში. საბერძნეთის რესპუბლიკაში უფროს ოფიცერთა სასწავლებელში წავატარე 3 წელი. 2018 წლის მაისში სადარაჯო ხომალდების აილენდების ჩამოსაყვანად ეკიპაჟები წავედით ამერიკაში, საიდანაც დაბრუნებული უკვე დავინიშნე ხომალდის მეთაურის თანაშემწის პოზიციაზე. 2024 წლის ოქტომბრიდან ვარ ამ ხომალდის მეთაური. თითოეული ჩემი თანამდებობა, რაც ჩამოთვალეთ, ალბათ მიაქცევთ ყურადღებას, რომ ყველა ეხება გემს და ზღვას. მე ხმელეთზე არ მიმსახურია ჯერ ამ ეტაპისთვის. ძალიან ადრეულ ასაკში მე დავიწყე 18 წლიდან, დღემდე იზრდები ადამიანებს, ზღვაში თითოეული გასვლა არის ახალი გამოწვევა. ადამიანები, რომლებიც მსახურობთ გემზე, ვართ ის ხალხი, რომელსაც გვაქვს კონკრეტული ამოცანა, გავდივართ პატრულირება იქნება, სწავლება იქნება, სამაშველო სამძებო ოპერაცია იქნება, დასახული გვაქვს ამოცანა და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ამოცანა შესრულდეს სწორად, ჯეროვნად, დაბრუნდეთ გაზაზე. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ როცა ერთხელ უკვე სხვით მოვიწამლებით, მერე ძნელია ხმელეთზე გადმოსვლა. ვცდილობთ, რომ კარიერა დავასრულოთ ზღვაზე.